მოვედი მაგნოლია. პირადი საქმის დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ მოგიყვებით ერთი ძალიან ცნობილი ფოტოს ისტორიას. ზოგადად მე მიყვარს ფოტოგრაფია, ჩემი კოლეგები ფოტოგრაფები დამეთანხმებიან, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ფოტოს ხარისხს. ეს რა საინტერესო. კოდაკი, ჯერადი, black and white. ძალიან მაგარია. I film lab მაგნოლიაში ზუსტად აი ამ ხარისხს აღწევენ ძალიან კარგად ბეჭდავენ ფოტოებს. გამარჯობა, ჩვენ ვართ პროექტის 64-დან ფოტო უნდა იყოს. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებას. დანარჩენ სტუდიაში მოდი. როიტერის სააგენტოში, როდესაც მუშაობდი, ჩემს კოლეგებთან ერთად ბევრ ამბებს ვაშუქებდით, ომებსაც, კონფლიქტებსაც და არაერთხელ მიფიქრია, რომ ფოტოები, რომელსაც ჩემი კოლეგები, ფოტოგრაფები იღებდნენ, ბევრად უფრო მძლავრი, ბევრად უფრო მეტყველი იყო, ვიდრე ის ტექსტი, რომელსაც მე ვწერდი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, ვინ დგას კამერის უკან, ვის უჭირავს ეს კამერა ხელში, ვინ იღებს იმ ფოტოს, რომელიც რჩება ისტორიაში, როგორც სამუდამო დასტური მომხდარი მოვლენის. ზუსტად ესეთ ფოტოზე და მის ავტორზე მოგიყვებით დღეს. მაშასე ნაპალმის გოგონა ან ომის საშინელება. ტრადიციულად, სანამ გადავალთ ჩვენს დღევანდელ ეპიზოდზე, მოყოლაზე, გთხოვთ, რომ დაუჭიროთ მხარი პროექტ 64-ს. გამოყვებით YouTube-ზე, მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები, თუ მოგწონთ, გამოყვებით სხვა სოციალურ ქსელებზე. ასევე შეუერთით პლატფორმა Patreon-ს და დაგვიჭირეთ მხარი იქაც. ჩვენთვის თავისუფალი მედია პლატფორმისთვის თქვენი დახმარება, თქვენი მხარდაჭერა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, დიდი მადლობა ამისთვის. ასევე მადლობა ჩვენს მხარდამჭერს შავი ყავა Roasters, რომელიც ჩვენ გვეხმარება, დიდი მადლობა მათ. მაშასე დავიწყოთ. ეს ფოტო, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, გადაიღეს 1972 წლის 8 ივნის ვიეტნამში, სადაც მაშინ მიმდინარეობდა ომი. ომი, რომელიც ვიეტნამელებისთვის გახდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, ყველაზე ტრაგიკული პერიოდი მათ ისტორიაში, ქვეყნის ისტორიაში და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მე ვიტყოდი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სამარცხვინო ფურცელი. მაგრამ სანამ გადავალთ ამ ფოტოზე, სანამ გაგაგებინებთ, რატომ გადავწყვიტეთ აი ამ ფოტოს ისტორიის მოყოლა, მოკლე ისტორიული ექსკურსი უნდა გავაკეთო და მოკლედ მოგიყვეთ ვიეტნამის ომზე და ისტორიაზე, როგორ მივიდა ეს ქვეყანა ომამდე, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და რითი დასრულდა ეს უმძიმესი ომი. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ვიეტნამი, ლაოსი და კამბოჯა შედიოდნენ საფრანგეთის კოლონიის შემადგენლობაში. ამ კოლონიას ერქვა ინდოჩინეთი. ინდოჩინეთი რეგიონი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში იყო მდიდარი ბამბით და მინერალებით და ამიტომ ძალიან ესეთ სერიოზულ აქტივს წარმოადგენდა ფრანგულ იმპერიაში. 1940 წელს პარიზის უკვე დაწყებულია მეორე მსოფლიო ომი და პარიზის დაცემის შემდეგ ინდოჩინეთში კოლონიური ძალაუფლება შეიცვალა, დასრულდა, ფრანგები გავიდნენ ქვეყნიდან, მაგრამ ქვეყანაში ამ კოლონიაში, ჯერ კიდევ ინდოჩინეთია, შემოვიდნენ იაპონელები. იაპონურ საოკუპაციო რეჟიმს ეწინააღმდეგებოდა ორგანიზაცია, რომელიც მაშინ შეიქმნა, რომელსაც ერქვა ვიეტმინი. ვიეტმინი იბრძოდა ვიეტნამის დამოუკიდებლობისთვის. ამ ორგანიზაციის ლიდერი იყო კომუნისტი, რევოლუციონერი
ჰოშიმინი, ადამიანი, რომელიც შემდეგ გახდება თანამედროვე ვიეტნამის დამაარსებელი, დამფუძნებელი და სხვა შორის ვიეტნამურ ვალუტაზე ზუსტად ჰოშიმინის პორტრეტია. ვიეტნამის გამანთავისუფლებელი მოძრაობა, ვიეტმინი, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა, უფრო მეტი ხალხი უერთდებოდა მას და უკვე 1945 წელს ვიეტმინის ჯარებმა აიღეს ჰანოი, ყველაზე დიდი ქალაქი ვიეტნამში და რომელიც შემდეგ გახდება ჩრდილოეთ ვიეტნამის დედაქალაქი. მეორე მსოფლიო ომი დასრულდა და დაიწყო მსოფლიოში, ეს ყველამ კარგად ვიცით, დიდი გადანაწილება, აი ამ კოლონიური გადანაწილება. საფრანგეთს ძალიან უნდოდა თავისი კოლონიის ინდოჩინეთის შენარჩუნება და ამიტომ დაიწყო ზუსტად მაშინ დაიწყო პირველი ინდოჩინური ომი. მოკლედ გეტყვით, რომ ამ ომში საფრანგეთი დამარცხდა. 1954 წელს ჟენევაში ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს და ამ დოკუმენტების მიხედვით შეიქმნა დამოუკიდებელი კამბოჯა, ლაოსი და ორი ვიეტნამი, ჩრდილოეთ ვიეტნამი და სამხრეთ ვიეტნამი. გახსოვთ, ჩვენ გქონდა ეპიზოდი ჩრდილოეთ კორეაზე და იქაც მსგავსი მოვლენები განვითარდა, როდესაც ქვეყანა გაიყო ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეად. აი აქაც მართალია გაგრძელება ცოტა კი არა და სხვა ექნება ვიეტნამს, მაგრამ აქაც შეიქმნა ორი ქვეყანა. ჩრდილოეთ ვიეტნამი იყო კომუნისტების, საბჭოთა კავშირის, ჩინეთის მოკავშირე, რაც შეეხება სამხრეთ ვიეტნამს, ის იყო ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე და ამერიკის შეერთებული შტატების პროტექტორატის ქვეშ. 55-ში სამხრეთ ვიეტნამში ჩატარდა არჩევნები, სხვათა შორის არც თუ ისე დემოკრატიული, როგორც წერენ, ბევრ ფალსიფიკაციას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამ არჩევნების შედეგად ქვეყნის სამხრეთ ვიეტნამის პრეზიდენტი გახდა ნგო დინ ზიემი. პროდასავლური პოლიტიკოსი, კათოლიკე, სხვათა შორის და ძალიან პრინციპული ანტიკომუნისტი. რაც შეეხება ჩრდილოეთ ვიეტნამს, იქ ხელისუფლებაში იყო ჰოშიმინი. მაშინ, როგორც ჩრდილოეთ ვიეტნამში, ასევე სამხრეთ ვიეტნამში, დაიწყო ძალიან ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეპრესიები. ჩრდილოეთ ვიეტნამში ებრძოდნენ იმათ, ვინც მათი აზრით, ესე იგი, მხარს უჭერდა დასავლეთს, რაც შეეხება სამხრეთ ვიეტნამს, გამოვიცნოთ, ბუნებრივია ებრძოდნენ კომუნისტებს და საერთოდ თვლიდნენ, რომ ჩრდილოეთ ვიეტნამიდან სამხრეთ ვიეტნამში გადმოდიან ჰოშიმინის მზვერავები. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ვიეტნამი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე და მაშინ პრეზიდენტი იყო დუაიტ ეიზენჰაუერი, ცოტა შორს იყო დემოკრატიული სტანდარტებისგან. 1956 წელს ორივე ვიეტნამში უნდა ჩატარებულიყო არჩევნები და არჩევნების მთავარი აზრი იყო ორი ვიეტნამის გაერთიანება. ერთი ქვეყანა უნდა გამხდარიყო. მაგრამ ვერ და არ მოხდა ეს ამბავი, რადგან ორივე დაპირისპირებულ ბანაკს ბუნებრივია თავისი უნდოდა. ჩრდილოეთ ვიეტნამს უნდოდა, რომ მთელი ვიეტნამი გამხდარიყო კომუნისტური, სამხრეთ ვიეტნამს კი სურდა, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო ამერიკის და დასავლეთის მოკავშირე. ამიტომ არჩევნები არ ჩატარდა. ამ ფონზე უკვე 60-იანი წლების დასაწყისში, 60 წელს ზამთარში, სამხრეთ ვიეტნამში იქმნება ეგრეთ წოდებული ეროვნული გამანთავისუფლებელი ფრონტი, რომელმაც გაერთიანა რეჟიმის მოწინააღმდეგეები. ვაშინგტონში მაშინ თვლიდნენ, რომ ამ ფრონტის ლიდერები და ზოგადად ყველა წევრი არის კომუნისტი. ნაწილობრივ ესე იყო, მაგრამ არა მთლიანად. ანუ ეს ამ ფრონტის წევრები კი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჰოშიმინის რეჟიმს და მმართველობას უჭერდნენ მხარს, მაგრამ უმრავლესობა უბრალოდ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან არ მოწონდათ არადემოკრატიული პრეზიდენტის ზიემის მმართველობა. ამ მოძრაობას დაარქვეს ვიეტკონგი და მოძრაობის წევრებს ვიეტკონგელები. ვიეტკონგის გაჩენასთან ერთად სამხრეთ ვიეტნამში დაიწყო სამოქალაქო ომი. ანუ ერთმანეთს ებრძოდნენ პრეზიდენტის მომხრეები და ვიეტკონგელები, რომლებსაც თვლიდნენ კომუნისტებად, კიდევ ერთხელ
ნაწილობრივ ეს ნამდვილად ესე იყო. ეს ამბები ძიმე აღმოჩნდა ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის. 61 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა ჯონ ფიჯერალდ კენედი. ადამიანი, რომელიც ძალიან აკრიტიკებდა თავისი წინამორბედების აგრესიულ საგარეო პოლიტიკას, როგორც დვაიტ აიზენჰაუერის, ტრუმენის და არ უნდოდა ესე ვთქვათ პირდაპირ ინტერვენციაზე გადასულიყო და აშკარად ესე ღიად ჩარეულიყო ვიეტნამის საქმეებში, მაგრამ ამასთანავე კენედი აბსოლუტურად იზიარებდა ეგრეთ წოდებული დომინოს პრინციპს, რომელზეც საუბრობდნენ სხვა ამერიკელი პოლიტიკოსები. რას გულისხმობდა ეს თეორია, დომინოს პრინციპის თეორია? გულისხმობდა იმას, რომ თუ კომუნიზმი გაიმარჯვებდა ერთ-ერთ ქვეყანაში, აზიაში, შემდეგ დომინოს პრინციპით ეს კომუნისტური ტალღა გადავიდოდა სხვა ქვეყნებზეც. აი რატომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ესე არ უნდოდა სამხრეთ ვიეტნამის დათმობა. იმიტომ რომ თვლიდნენ რომ სამხრეთ ვიეტნამიც რო გახდეს კომუნისტური, შემდეგ ეს ტალღა გადავა მეზობელ ქვეყნებზე, კამბოჯაზე, ლაოსზე და სხვაზე. პრინციპში მართლების აღმოჩნდნენ. 50-იან წლებში და 60-იანი წლების დასაწყისში ამერიკული დახმარება ვიეტნამისთვის შემოიფარგლებოდა მხოლოდ სამხედრო სპეციალისტების გაგზავნით ამ ქვეყანაში, სამხრეთ ვიეტნამში და ასევე შეიარაღების გაგზავნით. მაგრამ იმ წლებში, უკვე 60-იანი წლების დასაწყისში, ძალიან ხშირად ამერიკელ სამხედრო სპეციალისტებს, რომლებიც მივლინებით იმყოფებოდნენ სამხრეთ ვიეტნამში, ძალიან ხშირად კლავდნენ. პარალელურად, ისევ 60-იანი წლების დასაწყისში, რეჟიმმა დაიწყო ბუდისტების დევნა ქვეყანაში. შეგახსენებთ, რომ ბუდისტები შეადგენდნენ ვიეტნამის დაახლოებით 80%-ს. ძალიან ბევრი ბუდისტი ცხოვრობდა მაშინ ვიეტნამში და ამან უზარმაზარი პროტესტი გამოიწვია ქვეყანაში, იყო საპროტესტო გამოსვლები და ამ ტალღამ თავის პიკს, კულმინაციას მიაღწია 1963 წლის გაზაფხულზე. მაშინ ბუდისტები გამოდიოდნენ იმის წინააღმდეგ, რომ მათ დაუწესეს დამატებითი გადასახადები და აუგრძალეს ბუდისტური რელიგიური რიტუალების ჩატარება და ზოგადად ამ რიტუალებში მონაწილეობა. 1963 წლის 2 ნოემბერს პოლიტიკური კრიზისი მიაღწევს თავის პიკს, კულმინაციას, როდესაც სამხრეთ ვიეტნამში მოხდება სამხედრო გადატრიალება. ადგილობრივი ჯარის გენერლებმა დააკავეს პრეზიდენტი, ჩასვეს ციხეში და შემდეგ საერთოდ მოკლავენ ნგოზიემს. ნგოზიემის მკვლელობის შემდეგ სამ კვირაში ტეხასში მოკლავენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯონ ფიჯერალდ კენედis. და მის კენედის მერე პრეზიდენტი გახდება ლინდონ ჯონსონი. ლინდონ ჯონსონი აბსოლუტურად იზიარებდა კენედის პოლიტიკას, პოზიციას ვიეტნამის საკითხთან დაკავშირებით. ამ დროს დაახლოებით 2 წლის განმავლობაში, ანუ 63-დან დაახლოებით 65 წლამდე, ვიეტნამში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი და ხუნტა არის თავიდან, როგორც გითხარით, მოხდა გადატრიალება და ხუნტა, სამხედრო ხუნტა არის ხელმძღვანელობაში, მაგრამ 2 წლის განმავლობაში 12 მთავრობა შეიცვალა. ანუ წარმოუდგენლად არასტაბილური მდგომარეობა, პოლიტიკური კრიზისი გრძელდება, სიტუაცია კიდევ უფრო მძიმე ხდება იმის გამო, რომ სამხრეთ ვიეტნამში, სადაც ესე იგი სამხრეთ ვიეტნამის ჯარებს ებრძვიან ვიეტკონგელები, გადმოდიან ჰოშიმინის მზვერავები და ისინი, ესე იგი, ეხმარებიან ვიეტკონგელებს. ანუ აი ესე დიდი არეულობაა. 1964 წლის 2 აგვისტოს ჩრდილოეთ ვიეტნამის ძალებმა მიიტანეს იერიში ამერიკულ სამხედრო გემზე, რომელიც იმყოფებოდა ეგრეთ წოდებულ ტონკინის სრუტეში. მაგრამ როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ამის შესახებ ამერიკამ საერთოდ არაფერი არ თქვა, არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ, არ გაუსაჯაროებიათ ეს ინფორმაცია, მაგრამ 2 დღეში
ამერიკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მსგავსი ეპიზოდი ისევ მოხდა. უბრალოდ განაცხადეს, რომ უკვე ორჯერ ჩრდილოეთ ვიეტნამელებმა მიიტანეს იერიში და დაბომბეს ამერიკული სამხედრო გემი, გამანადგურებელი. და ამის შემდეგ უკვე ამერიკა იძულებული იყო, რომ უკვე ღია ინტერვენციაზე გადასულიყო. მაშინ შეიკრიბა კონგრესი და კონგრესმა მიიღო ეგრეთ წოდებული ტონკინის რეზოლუცია და მხარი დაუჭირა ომის დაწყებას ვიეტნამში. აი ესე ჩაება ამერიკა ვიეტნამის ომში. წლების მერე გაირკვევა, რომ ეს მეორე იერიში, მეორე თავდასხმა საერთოდ არ ყოფილა. იყო მხოლოდ ერთი 64 წლის 2 აგვისტოს. თავიდან ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ბომბავდნენ ვიეტნამის ტერიტორიას, ესე გრძელდებოდა გარკვეული პერიოდი, მაგრამ უკვე 1965 წლიდან ამერიკელები გადავიდნენ სახმელეთო ოპერაციაზე და პირველ ეტაპზე ვიეტნამში შევიდა და იქ იყო დისლოცირებული დაახლოებით 150,000 ამერიკელი ჯარისკაცი, რომლებიც სამხრეთ ვიეტნამელებთან ერთად ებრძოდნენ ჩრდილოეთ ვიეტნამელებს, ვიეტკონგელებს, მაგრამ აი ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი, რომ თავიდან ამერიკელები ძალიან ფრთხილად მოქმედებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩაება ამერიკა ამ ომში, ჯერ ბომბავდნენ, შემდეგ სახმელეთო ოპერაციაც დაიწყეს, მაგრამ მაინც ფრთხილობდნენ და ესე ფართომასშტაბიან შეტევებზე არ გადასულან და რატო? 60-იანი წლებია, ეს არის ცივი ომის ცხელი პერიოდი, ესე ვთქვათ. ამიტომ ამერიკას ძალიან არ უნდოდა, რომ ამ ომში ჩაებას ორი კომუნისტური გიგანტი, საბჭოთა კავშირი და ჩინეთი. საინტერესო ისიც არის, რომ შეერთებული შტატები არა და საბჭოთა კავშირი და ჩინეთიც ძალიან ფრთხილად მოქმედებდნენ. მე ვიტყოდი პრაგმატულად მოქმედებდნენ და რასაკვირველია ეხმარებოდნენ ხოშიმინის რეჟიმს და ჩრდილოეთ ვიეტნამს, ვიეტკონგელებს შეიარაღებით, პროდუქტებით, ყველანაირად უჭერდნენ მხარს და ეხმარებოდნენ, მაგრამ პირდაპირ ჩარევაზე საბჭოთა კავშირის და საბჭოთა ჯარების და ჩინეთიდან ჯარების ნამდვილად საუბარი არ იყო. ეს იცით რა, არ მინდა ძალიან ბევრი ვისაუბრო, ბევრი დეტალია, უზარმაზარი პერიოდია, ხო, ისტორიული, ვიეტნამის ომი. ვიეტნამის ომი, რომელიც როგორც გითხარით, თავიდან მძიმე, მე ვიტყოდი სამარცხვინო ფურცელია ამერიკის ისტორიაში. ამ შეცდომას ამერიკა კიდე გაიმეორებს, მაგრამ იმ პერიოდში და შემდეგ უბრალოდ გადაიღეს ბევრი ფილმი ამაზე, ვიეტნამის ომზე, შედევრალური ფილმები, არაერთს აქვს მიღებული ოსკარი. რამდენიმეს დავასახელებ, ეს არის ფრენსის ფორდ კოპოლას აპოკალიფსი დღეს. ეს არის მარტინ სკორსეზეს ტაქსისტი, სადაც ძალიან უნიჭოდ თამაშობს ერთი ცნობილი მსახიობი რობერტ დე ნირო, if you know what I mean, ხუმრობ რასაკვირველია. კიდევ ერთი ფილმი, ისევ და ისევ ვიეტნამის ომზე, ირმებზე მონადირე, სადაც ასევე ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს იგივე რობერტ დე ნირო, მაიკ ჩიმინოს ფილმი. Good Morning Vietnam, არაჩვეულებრივი, რომელი ერთი დავასახელო. კიდევ ერთი, რომელიც მე ძალიან მიყვარს, თავის დროზე, როდესაც ვნახე უზარმაზარი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, ეს არის მილოშ ფორმანის ფილმი Hair. თმა ხო თმები. ფილმი, მიუზიკლი, ასევე ვიეტნამის ომზე. მაშინ და ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ, რა მოხდება ამერიკის საზოგადოებაში, შიგნით ამერიკაში, ვიეტნამის ომის ფონზე, როდესაც დაიწყება დიდი პაციფისტური მოძრაობა და ამან დაბადა მუსიკალური მიმდინარეობები, ჰიპების მოძრაობა, ხო? ანუ ამას ჰქონდა არა მარტო პოლიტიკური, არამედ მე ვიტყოდი კულტუროლოგიური ესეთი ფენომენი გახდა ვიეტნამის ომი. მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ სამხედრო თვალსაზრისით ამერიკელებს ძალიან გაუჭირდათ
ვიეტნამში. ჯერ ეს ერთი გაუჭირდათ ლანდშაფტის გამო, ძირითადად ჯუნგლებში უწევდათ, ესე იგი, ბრძოლა, კლიმატის გამო, ამინდის გამო, უმძიმესი იყო იქ მათი ყოფნა. გარდა ამისა, ვიეტნამელმა პარტიზანებმა და იქ იყო უზარმაზარია ეს პარტიზანული მოძრაობა, შექმნეს დიდი ქალაქების ირგვლივ და არა მარტო, შექმნეს გვირაბების მთელი სისტემა. და ამ გვირაბებში არა მარტო გადაადგილდებოდნენ, არამედ იქ იყო საცხოვრებელი რაღაც ადგილები იყო მოწყობილი, სამედიცინო პუნქტები, შეიარაღება ინახებოდა და აი ეს ეპიზოდი მე ძალიან კარგად მახსოვს ფილმიდან აპოკალიფსი დღეს, როდესაც ვიეტნამელი პარტიზანები, აი out of blue რასაც ქვია, უცებ მიწიდან რო ჩნდებიან, ანადგურებდნენ ამერიკელ ჯარისკაცებს და ისევ მერე იმალებოდნენ ამ გვირაბებში. ბოლომდე ამერიკელებმა ვერაფერი ვერ უქნეს ამ გვირაბებს. ამას მაეწყობა, კარგად შეისწავლა ესე იგი. გვირაბების შექმნის მნიშვნელობა და როგორ უნდა შეექმნათ გვირაბები შემდეგ უკვე ღაზაში. რაც შეეხება ამერიკელებს, ამერიკელები კი, ამერიკელებიც გამოირჩეოდნენ სისასტიკით. ეგრე ესე ხდება, ალაგერ კომ ალაგერ. ომში როგორც ომში. ხო? რაც არანაირად არ არის გამართლება. ისინი იყენებდნენ ეგრეთ წოდებულ ნაპალმის ბომბებს. რა არის ნაპალმი? ეს ძალიან უკავშირდება ჩვენი დღევანდელი ისტორიის ფოტოს სათაურს, ნაპალმის გოგონა. ნაპალმი არის საწვავი პროდუქტი, რომელსაც აკეთებენ ბენზინის ქიმიური დამუშავების შედეგად. და ნაპალმს ამერიკელი ჯარისკაცები იყენებდნენ ვიეტნამში ცეცხლგამჩენ ბომბებში. ანუ ნაპალმის ბომბებით ბომბავდნენ ვიეტნამის ტერიტორიას, არა მარტო სამხედრო პოზიციებს, არამედ სამწუხაროდ ხანდახან იყო ესეთი შემთხვევები, როდესაც სამოქალაქო ობიექტებსაც ბომბავდნენ. გარდა ამისა, ამერიკელები იყენებდნენ ეგრეთ წოდებულ დეფოლიანტებს, ეს არის ესეთი ნივთიერება, რომელსაც აზავებდნენ ეგრეთ წოდებულ orange agent-თან, აი ეს ქიმიურ აგენტთან და რისთვის იყენებდნენ? ფოთლების ცვენისთვის. ანუ აი ამ დეფოლიანტებს ასხურებდნენ ჯუნგლებში, რომ ფოთლები ჩამოცვენილიყო, რადგან ძალიან რთული იყო ტერიტორიების დაბომბვა, გარყვევა, სად იმყოფებოდა მტერი, რადგან ყველაფერი იყო დაფარული ფოთლებით. მაგრამ ამან უზარმაზარი ეკოლოგიური ზიანი მიაყენა იმ ქვეყნის რეგიონის ეკოსისტემას და გარდა ამისა ადამიანებისთვისაც ძალიან საზიანო იყო, იმიტომ რომ ყველაფერი იყო გაჟღენთილი აი ამ ქიმიური დეფოლიანტებით. ერთი ეპიზოდი, რომელზეც მე მინდა შევჩერდე, რომელიც მეტყველებს ამერიკელი ჯარისკაცების სისასტიკეზე ვიეტნამში. ეს არის ეგრეთ წოდებული სონგმის ეპიზოდი. სონგმის სამხედრო დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს ამერიკელმა ჯარისკაცებმა. როდესაც 79 წელს ვიეტნამის ომის დროს ამერიკელებმა დაახოცეს რამდენიმე დღის განმავლობაში კლავდნენ 3 სოფლის სონგმის კომიუნიტის მაცხოვრებლებს. 504 ადამიანი მაშინ მოკლეს, აქედან 210 ბავშვი. სანამ კლავდნენ ამ ადამიანებს, მათ შორის იყვნენ ბავშვები, ქალები, მოხუცები, სამოქალაქო პირები. უბრალოდ სოფლების მაცხოვრებლები, მათ აწამებდნენ, ქალებს აუპატიურებდნენ და მერე კლავდნენ. სხვათა შორის ამის შესახებ გაიგო და შემდეგ ჩაატარა თავისი გამოძიება ჟურნალისტმა სეიმურ ჰარშმა, რომელმაც აი ეს მასალა გამოაქვეყნა, როგორც ბომბი აფეთქდა ეს მასალა მაშინ მთელს მსოფლიოში და პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმ ამბების მთავარი მონაწილე ლეიტენანტი კელი, რომელიც გასცემდა განკარგულებებს აი ამ მკვლელობების დროს, მაშინ დააკავეს.
ამერიკაში ჩატარდა სამხედრო ტრიბუნალი, გაასამართლეს, მაგრამ მიუსაჯეს სულ 3 წელიწადნახევარი შინა პატიმრობა და შემდეგ გამოუშვეს. ესეთი დიდი უსამართლობა იყო და ძალიან რატო ვამბობ, რომ ამერიკისთვის ეს იყო და რჩება ისე მძიმე სამარცხვინო ფურცლად ამ დიდი ქვეყნის ისტორიაში. ამ ფონზე და ჟურნალისტებს იმას თუ როგორ აშუქებდნენ ჟურნალისტები ვიეტნამის ომს, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ადამიანები, რომლებიც მიდიან ომში, აშუქებენ ომს, ძალიან ხშირად ეს ხდება საკუთარი სიცოცხლის ფასად, რისკის ფასად. ხო, უმნიშვნელოვანეს საქმეს საკეთებენ. მესმის, რომ შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ მგონია, რომ ობიექტურად საუბრობ ამაზე. ამ მასალებმა დიდი როლი ითამაშა იმაში, თუ რა ხდებოდა ამერიკაში იმ პერიოდში, ამერიკის საზოგადოებაში, როდესაც დაიწყო ძალიან დიდი ფართომასშტაბიანი პაციფისტური მოძრაობა. ამერიკის ქალაქებში ადამიანები გამოდიოდნენ ქუჩაში, გამოდიოდნენ ამერიკის ჩართულობის წინააღმდეგ ამ ომში. მათ არ ესმოდათ, რატო უნდა იღუპებოდნენ მათი მამები, მათი შვილები, ვაჟები, ძმები, ქმრები, რატო მიდიან ვიეტნამში და იღუპებიან იქ, ან ჩამოდიან ბევრი ტრავმებით. ეს ამან ბუნებრივია გარკვეული გავლენა მოახდინა პოლიტიკურ სიტუაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში და პროტესტები ძალიან მრავალრიცხოვანი იყო. ყველაზე დიდი ჩატარდა ვაშინგტონში, როდესაც პროტესტში მიიღო მონაწილეობა დაახლოებით 600,000-მა ადამიანმა. არ შეიძლებოდა, რომ ამას გავლენა არ ქონოდა, ხო? ამიტომ ჯონსონმა, რომელიც მეორე ვადით უნდა აერჩიათ და უნდა მიიღო მონაწილეობა უბრალოდ არჩევნებში, მოხსნა თავისი კანდიდატურა და 68 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა რიჩარდ ნიქსონმა. რიჩარდ ნიქსონი თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირდებოდა ვიეტნამის ომის დასრულებას, პირდებოდა უბრალოდ ამერიკის გამოსვლას ამ ომიდან. შეიძლება ითქვას, რომ მან შეასრულა ეს დაპირება, მაგრამ ეს არ მოხდა ერთ დღეში. ამერიკელების გამოსვლა ვიეტნამიდან იყო ცოტა გრძელვადიანი, ხანგრძლივი მე ესე ვიტყოდი და ძალიან მტკივნეული. ბევრი რომ არ ვისაუბროთ, 1973 წლის 23 იანვარს პარიზში მოეწერა ხელი დოკუმენტს, შეკრულებას, რომლითაც ამერიკელები სამუდამოდ ტოვებდნენ ვიეტნამს. აქვე ვიტყვი მოკლედ, რომ უკვე 73 წლიდან 2 წელიწადში, 75 წელს სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქში, საიგონში შევიდა ჩრდილოეთ ვიეტნამური ტანკები და მთელი ქვეყანა გახდა კომუნისტური, გაწითლდა. კომუნისტების დროშისფრად და სისხლით, იმიტომ რომ იმ წლებში ძალიან ბევრი სისხლი დაიღვარა ამ ქვეყანაში, ამ ტერიტორიაზე, ამ რეგიონში. რომ შევაჯამოთ, ამ ომში დაიღუპა 58,000 ამერიკელი ჯარისკაცი, დაიღუპა 250,000 ჯარისკაცი სამხრეთ ვიეტნამის ჯარისმსახური, დაახლოებით 1 მილიონი ჩრდილოეთ ვიეტნამელი და ვიეტკონგელი და ასევე 10,000-ობით ადამიანი ლაოსში და მეზობელ ლაოსში და კამბოჯაში. ანუ აი ეს დომინოს პრინციპი, რომელზეც მე საუბრობდი თავიდან, რომელზეც ფიქრობდნენ და საუბრობდნენ ტრუმენი, კენედი, სხვა ამერიკელი პოლიტიკოსები, პრინციპში სწორიც აღმოჩნდა. იმიტომ რომ ვიეტნამის მერე ეს კომუნისტური ტალღა გადავიდა მეზობელ ქვეყნებზეც. იქ ძალიან მძიმე ამბები განვითარდება ვიეტნამის ომის შემდეგ. აი ესეთი მოკლე ისტორია ვიეტნამის ომზე, ამის გარეშე ძალიან რთული იქნებოდა იმაზე საუბარი, თუ რაზე ვაპირებთ საუბარს დღეს. პაუზას ვაკეთებ. დიდი მადლობა შავი Coffee Roasters.
ჩვენს მხარდამჭერს და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ დაუჭიროთ მხარი პროექტ 64-ს გამოკვეთ YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე. მოუყევით ჩვენი პროექტის შესახებ სხვებს. აი დამიჯერეთ, რომ თქვენ მონაწილეობთ თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერაში. ეს ახლა ნამდვილად მხოლოდ თქვენზეა. სხვა მხარდამჭერი ჩვენ არ გვყავს. დიდი მადლობა ამისთვის და ეხლა კი გადავიდეთ თავარ თემაზე. გადავიდეთ აი ამ ფოტოზე, რომელსაც ქვია ნაპალმის გოგონა ან ომის საშინელება, ეს არის ოფიციალური სახელი ამ ფოტოსი. ფოტო, როგორც გითხარით, გადაიღეს 1972 წლის 8 ივნისს, ვიეტნამში ომის დროს. გადაიღო Associated Press-ის, ამერიკული საინფორმაციო სააგენტოს, AP-ს, როგორც ჩვენ ჟურნალისტები ვეძახით მას, ფოტო კორესპონდენტმა ნიკუტმა. ან არ გადაიღო. აი თუ ვინ გადაიღო ეს ფოტო, ამაზე ზუსტად ვისაუბრებ დღეს. მაგრამ მოდით თანმიმდევრობით ყველაფერი მოვყვეთ რა და როგორ იყო. მოდით აქვე ვიტყვი ვინ არის ნიკუტი. ნიკუტი მაშინ იყო 21 წლის ახალგაზრდა ფოტოგრაფი, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მიიღეს AP-ს ფოტოკორესპონდენტად. მიიღეს რატომ? კი, კარგ ფოტოებს კი იღებდა, მაგრამ ნამდვილი ვარსკვლავი მისი უფროსი ძმა იყო, რომელიც ძალიან კარგი ფოტოგრაფი იყო და რაღაცა პერიოდის განმავლობაში მუშაობდა AP-ში. მაგრამ მისი ძმა ცოტა ხნის წინ დაიღუპა ვიეტნამში ერთ-ერთი დავალების დროს. ამ დავალებაზე ნიკუტის ძმა გაუშვა მაშინდელმა ფოტორედაქტორმა, რომელიც მუშაობდა AP-ს საიგონის ბიუროში, რომელსაც ერქვა Hearst Pass. ძალიან ცნობილმა ჟურნალისტმა, ფოტოგრაფმა. ამ ეპიზოდს ექნება მნიშვნელობა ჩვენს დღევანდელ ისტორიაში. როდესაც დაიწყო დაბომბვა, ბუნებრივია, სოფლიდან ბევრი დაიღუპა, სამხედროც და ასევე სამოქალაქო პირი, სოფლის მაცხოვრებლები. ისინი კი ვინც გადარჩნენ, გამოიქცნენ სოფლიდან, გამოექცნენ აი ამ დაბომბვას. მაშინ სამხრეთ ვიეტნამელებმა ის სოფელი ნაპალმის ბომბებით დაბომბეს. კიმ ფუკი, რომელსაც თქვენ ხედავთ ამ ფოტოზე, გამოიქცა სოფლიდან, გამოიქცა მთავარ გზაზე, თავის ბიძაშვილებთან, ძმასთან, აი ამ პატარა ბავშვებთან ერთად. სულ ცოტა ხნის წინ საკუთარი სახლის ეზოში თამაშობდნენ. ზოგიერთი მათგანი და პირველ რიგში კიმ ფუკი დამწვარი იყო. ნაპალმის ბომბმა თავისი საშინელი საქმე გააკეთა. ნიკუტმა, ისევე როგორც სხვა იქ მყოფმა ჟურნალისტებმა, ბუნებრივია პირველ რიგში მიაქციეს ყურადღება აი ამ პატარა გოგონას, რომელიც აბსოლუტურად შიშველი მორბოდა აი ამ მთავარ გზაზე. როგორც მერე მიხვდნენ დაბომბვის დროს, ეს მთელი მისი ტანსაცმელი დაიწვა, ამიტომ ალბათ გახადეს, ვიღაცამ გახადა და ნიკუტის მოყოლით თავიდან გადაიღო ეს გოგონა, ეს ბავშვები, რომლებიც მორბოდნენ ამ გზაზე. შემდეგ მისი ვერსიის მიხედვით მან გადაიღო მოხუცებული ქალი, რომელსაც ხელში ეჭირა თავისი შვილიშვილი. ამ კადრის გადაღების შემდეგ სულ რამდენიმე წამში ბავშვი გარდაიცვალა. პრაქტიკულად მთლიანად დამწვარი იყო. ამ ფოტოს გადაღების შემდეგ მეორე დღეს ფოტო უკვე გავრცელდა მთელს მსოფლიოში, გაზეთებმა, ჟურნალებმა გადაბეჭდეს ეს შთამბეჭდავი კადრი და ფოტო გახდა ძალიან ცნობილი. ფოტოს ავტორმა ნიკ უტმა პულიცერის პრემია მიიღო ამ ფოტოში და ასევე ბევრი სხვა ჯილდო 1973 წელს ერთ-ერთმა ყველაზე რესპექტაბელურმა ორგანიზაციამ ფოტო სამყაროში, World Press Photo-მ გამოაცხადა ეს ფოტო წლის ფოტოდ. რაც შეეხება კიმ ფუკს,
ამ ფოტოს მთავარ გმირს, ამ პატარა 9 წლის გოგონას. იგი გადარჩა, მიიყვანეს თავიდან ჯერ საავადმყოფოში, შემდეგ მას 17 ოპერაციას გაუკეთებენ, მაგრამ გადარჩება. მძიმე ცხოვრება ჰქონდა, ფიზიკური ტრავმების გარდა მას სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. სხვა შორის ერთ-ერთ ინტერვიუში New York Times-თან კიმ ფუკი ამბობდა ესეთ რამეს. ხშირად მიფიქრია, მე პატარა გოგო ვარ, შიშველი ვარ. რატო გადამიღო ეს სურათი? რატო არ დამიცვეს ჩემმა მშობლებმა? რატომ დაბეჭდეს ეს სურათი? რატომ ვიყავი ერთადერთი შიშველი ბავშვი, როცა ჩემი ძმები და ბიძაშვილები სურათზე ჩაცმულები იყვნენ? ძალიან მრცხვენოდა. კიმ ფუკი შემდეგ გადალახავს ამ ფსიქოლოგიურ ტრავმას. თავიდან ცხოვრობდა ვიეტნამში, შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა კანადაში, თავიდან ერიდებოდა ჟურნალისტებთან შეხვედრას, კომენტარებს, ინტერვიუებს, მაგრამ გადალახავს და გახდება საერთოდ კეთილი ნების ელჩი და იმოგზაურებს მთელს მსოფლიოში თავისი ამ პაციფისტური მისიით. რაც შეეხება AP-ს Associated Press, მისი ამ სააგენტოს ჩვენი Reuters კონკურენტები იყვნენ და არიან. საშინელი კონკურენცია ჰქონდა, კარგად მახსოვს ის, მაგრამ არაჩვეულებრივი რესპექტაბელური სააგენტოა ნამდვილად. რაც შეეხება AP-ს და მის გაშუქებას ვიეტნამის ომის, მისი ფოტო გაშუქება, შეიძლება ითქვას და ფოტო მემკვიდრეობა ვიეტნამის ომზე დგას 4 პულიცერზე. ერთი ეს არის მალკოლმ ბრაუნის ბერის თვითდაწვა, მეორე ჰორსტ ფაასის 1964 წლის ფოტორეპორტაჟი ვიეტნამიდან, ედი ადამსის ვიეტკონგელის სიკვდილით დასჯა და ნიკუტის ომის საშინელება. ყველაფერი შეიცვალა 2025 წელს. ცნობილმა ჟურნალისტმა, გამომძიებელმა ჰერი ნაიტმა მიიღო წერილი ვინმე კარლ რობინსონისგან. კარლ რობინსონი 72 წელს მუშაობდა ფოტორედაქტორად AP-ს საიგონის ბიუროში. ფოტორედაქტორის ფუნქციებში შედიოდა ფოტოების გადარჩევა და ასევე ეგრეთ წოდებული caption-ების დაწერა. რა არის caption-ი? ჟურნალისტებმა და ფოტოგრაფებმა იციან. ეს არის ესეთი წარწერა, სადაც არის ფოტოს სათაური და ასევე არის მოკლე აღწერა რა არის ასახული ამ ფოტოზე, სად არის გადაღებული, რა ხდება და ასევე ვინ არის ფოტოს ავტორი. მაშინ ისევე როგორც დღეს ფოტოზე იწერებოდა ან ავტორის გვარი, სახელი და გვარი და იწერებოდა ასევე რომ ეს არის STF, ანუ შტატიანი კორესპონდენტი, ფოტოგრაფი, ან STR, სტრინგერის ფოტო. ვინ არიან სტრინგერები? სტრინგერები არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან მედია საშუალების შტატში, მაგრამ ყიდიან თავის ჟურნალისტურ მასალას. ეს შეიძლება იყოს ფოტო, ფოტორეპორტაჟი, ვიდეო მასალა, ან სტატია. ჩვენს Reuters-ში არაერთხელ სულ თანამშრომლობდით სტრინგერებთან, მაგრამ აი ეს წესი, ეს სტანდარტი, რომ მიაწერო, ეს არის შტატიანი კორესპონდენტის გადაღებული, ფოტოგრაფის გადაღებული თუ სტრინგერის, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლედ ჰერი ნაიტმა მიიღო ფოტო კარლ რობინსონისგან. ამ წერილში კარლ რობინსონი წერდა, ჯერ ეს ერთი ამბობდა ვინ იყო მაშინ, როდესაც გადაიღეს ეს ცნობილი ფოტო და წერდა რომ ფოტო არ გადაუღია ნიკ ვუდს. ამ წერილში კარლ რობინსონი ამტკიცებდა რომ ფოტო გადაიღო სხვა ადამიანმა. კერძოდ ვიეტნამელმა სტრინგერმა, რომელმაც მიყიდა ეს ფოტო AP-ს. სამწუხაროდ ამ ადამიანის არც სახელი, არც გვარი არ იცოდა და სთხოვდა ჰერი ნაიტს, რომ დახმარებოდა ამ ადამიანის მოძებნაში. გარდა ამისა, კარლ რობინსონი ხსნიდა, რატომ იყო ჩუმად მთელი ამ წლების განმავლობაში, 50 წელზე მეტი გავიდა 72 წლიდან. იგი ამბობდა, რომ 2022 წელს ნიკუტი და კიმ ფუკი, ეს გოგონა,
შეხვდნენ რომის პაპს, ფრანცისკეს, სადაც აღინიშნებოდა და რომში მაშინ აღინიშნებოდა და ამ შეხვედრის დროს აღინიშნებოდა ამ ცნობილი ფოტოს 50 წლის თავი. და კარლ რობინსონის სიტყვებით ეს იყო ბოლო წვეთი, რომლის გამო მან გადაწყვიტა, რომ სიმართლე თქვას. ამ წერილში იგი ამბობდა, რომ მას ძალიან სურს იმ სტრინგერის მოძებნა და ძალიან სურს, რომ შეხვდეს, თუ იგი ცოცხალია და თუ მოახერხებენ და მოძებნიან ამ ადამიანს და უნდა რომ მოუხადოს ბოდიში. ესე დაიწყო თავისი გამოძიება ჰერი ნაიტმა. ამ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ Netflix-მა გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომელიც დევს Netflix-ის პლატფორმაზე. ძალიან გირჩევთ, რომ ნახოთ ეს ფილმი, იმიტომ რომ ჩემი საუბარი ჩემი მოყოლა არ არის საკმარისი, ნამდვილად საინტერესოა, რომელიც იყო წარდგენილი 2022 წლის დასაწყისში Sundance-ის კინოფესტივალზე. აი ამის მერე დაიწყო მთავარი ამბები. ჰერი ნაიტი ბუნებრივია თავიდანვე დაუკავშირდა ნიკ უდს, რომელსაც მოუყვა აი ამ გამოძიების შესახებ. ნიკ უდმა შემდეგ განაცხადა, რომ ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვა ინტერვიუზე. ამ ფილმში ნიკ უდის კომენტარი, განცხადება, პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ არის, თუმცა ნიკ უდი დღემდე ამტკიცებს, რომ ეს კადრი, ეს ფოტო მისი გადაღებულია. ასევე დაუკავშირდა ბუნებრივია AP-ს, რაც ამ სააგენტოსთვის მძიმე ამბავია, ეს სერიოზულ რეპუტაციულ ზიანზეა საუბარი. აქვე ვიტყვი, რომ არავინ არ აყენებს ეჭვის ქვეშ ამ ფოტოს სინამდვილეს. ეს ფოტო ნამდვილად ასახავდა იმას, თუ რა მოხდა ჩიენგბენგში 72 წლის 8 ივნის. საუბარია მხოლოდ იმაზე, თუ ვინ არის ამ ფოტოს ავტორი. იმიტომაც გითხარით, რომ ხომ აქვს მნიშვნელობა იმას, ვის უჭირავს კამერა, ვინ არის კადრს უკან, ვინ იღებს და ვინ ტოვებს აი ამ მომენტს ისტორიაში. რაც შეეხება კიმ ფუქს, მისი პოზიციაც ამ ფილმში არ არის, მაგრამ მისი პოზიცია ცნობილია, როდესაც ეს ამბავი გაჟღერდა და გახდა ცნობილი, მისმა ადვოკატმა გაავრცელა ამ ქალბატონის განცხადება, რომელშიც ნათქვამია. მე უარი ვთქვი ნიკ უდზე ამ აღმაშფოთებელ და ცრუ თავდასხმაში მონაწილეობაზე, რომელიც ბატონმა რობინსონმა ბოლო წლებში განახორციელა. ფილმში არასდროს მივიღებდი მონაწილეობას, რადგან ვიცი, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. AP-მ ამ ამბების ფონზე დაიწყო საკუთარი გამოძიება, ამ გამოძიების დასკვნებიც არის გამოქვეყნებული. AP მივიდა დასკვნამდე, რომ არ დააყენოს ეჭვის ქვეშ ფოტოს ავტორობა, ისე თვლიან, რომ ფოტო გადაიღო ნიკ უდმა, მაგრამ იქ არის ერთი მომენტი. ამ გამოძიების დროს იმ განცხადებაშიც, AP-ის განცხადებაში და ზოგადად ამ გამოძიების ფარგლებში. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი, რომელიც ამტკიცებს იმას, რომ შეიძლება ფოტო არ გადაუღია ნიკ უდს, არის ის, რომ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ფოტო გადაიღეს პენტაქსის კამერით. სტრინგერს, როგორც შემდეგ გაირკვევა, პენტაქსის კამერა ჰქონდა. ნიკ უდი კი ფოტოებს იღებდა ლეიკით და ნიკონით. მერე უკვე, როდესაც ეს ამბავი ესეთი დიდი სკანდალი დაიწყო, ნიკ უდი შემდეგ ამტკიცებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფოტოებს ძირითადად ლეიკით და ნიკონით იღებდა, მას სულ თან ჰქონდა მისი დაღუპული ძმის პენტაქსის კამერა. მაგრამ გადაიღო თუ არა ამ კამერით? არ ვიცით. მოდით მოკლედ მოგიყვებით, როგორ მიმდინარეობდა ეს გამოძიება. კარლ რობინსონი ამტკიცებდა, რომ იმ დღეს ლანჩის მერე დაბრუნდა საიგონის ბიუროში, უკვე შემოსული იყო ფირები, კი ეს არის ჯერ ის დრო, როდესაც ფოტოგრაფები ფირზე იღებენ ფოტოებს, ჯერ ციფრული ტექნოლოგიები არ არსებობდა. და ლაბორატორიაში მიმდინარეობდა ამ ფირების გამჟღავნება. მაშინ ფოტო სამსახურის AP-ის საიგონის ბიუროს ფოტო სამსახურის მთავარი რედაქტორი იყო ძალიან ცნობილი ფოტოგრაფიის მაშინდელი ლეგენდა ჰერსტ ფაასი. მე იგი დავასახელე იმ 4 პულიცერში.
მან მიიღო ერთ-ერთი პულიცერის 64 წლის ფოტორეპორტაჟი ისევ და ისევ ვიეტნამიდან. Hearst Pass-მა და ეს არც იყო საიდუმლო, გარდა იმისა, რომ ნიკუტის ფირი მიიღო, ასევე მიიღო, უпростоრად იყიდა ფოტოები სტრინგერებისგან, ვიეტნამელი სტრინგერებისგან, გადაიხადა $20, მაშინ ეს იყო სტანდარტული ფასი, ის მერე გაიზარდა, ნამდვილად ჩვენ უფრო მეც ვიხდით, მე როგორც მახსოვს, და ფირი და ფოტოები გახდა სააგენტოს საკუთრება. ამაშიც არანაირი პრობლემა არ არსებობს. AP-ის საკუთრება, მაგრამ ავტორი ვინ არის? ეს არის მნიშვნელოვანი. შემდეგ კარლ რობინსონი ამტკიცებს, რომ იგი წერდა ეგრეთ წოდებულ captions, რომელზეც გითხარ, მიწერა საერთო სათაურს, იქ უნდა დაეწერა, რა არის ფოტოზე და ვინ არის ავტორი. Staff photo, ნიკუტ ან stringer photo. ამ დროს მის უკან იდგა Hearst Pass-ი, კარლ რობინსონის სიტყვებით და თქვა დაწერე ნიკ უტი. ჰერი ნაიტმა ბუნებრივია კითხა კარლ რობინსონს ჯერ ერთი რატომ იყო ჩუმად მთელი ამ წლების განმავლობაში. და ასევე კითხა რატომ არაფერი არ უთხრა თავის რედაქტორს იმ მომენტში, როდესაც თვლიდა რომ ეს ფოტო არ არის ნიკ უტის გადაღებული. ამაზე კარლ რობინსონი ძალიან გულწრფელად პასუხობს, რომ Hearst Pass-მა აიყვანა რობინსონის სამსახურში, მას ყავდა დღემდე ყავს ვიეტნამელი ცოლი, იქ ცხოვრობდა, Pass-მა მისცა სამსახური და ძალიან ეშინოდა ამ სამსახურის დაკარგვის. Pass-ი ძალიან გავლენიანი, ცნობილი ადამიანი იყო, ზოგადად ფოტოსამყაროში და AP-ის ხელმძღვანელობაშიც. ამიტომ შეეშინდა. ფილმში კიდე სხვა ადამიანების კომენტარებია და ინტერვიუებია. ზოგი კი ამბობს, რომ კი იცოდნენ, რომ ეს ფოტო გადაიღო სხვა ადამიანმა, გადაიღო სტრინგერმა. მაგრამ არ ამბობდნენ, იმიტომ რომ ეშინოდათ, იმიტომ რომ არ უნდათ სამსახურის დაკარგვის. ესეთი ბუნებრივი, ადამიანური ამბავია. ამ გამოძიების ფარგლებში ჰერი ნაიტი დაუკავშირდა ესეთ სააგენტოს, რომელსაც ქვია Index Investigation, რომლის შტაბ-ბინა არის პარიზში. ამ შეხვედრის დროს მან სთხოვა ამ სააგენტოს წარმომადგენლებს, პროფესიონალებს, რომ დაედგინათ, გაერკვიათ, რამდენად შესაძლებელი იყო, რომ ნიკ უტს გადაეღო ეს ფოტო. როგორც გითხარით, მაშინ იმ დღეს ნიკ უტის და სტრინგერების, ფოტო სტრინგერების გარდა იქ იმყოფებოდნენ ამერიკელი სხვა სააგენტოების და ტელეკომპანიების წარმომადგენლები. ვიდეო მასალაც არსებობს. აი ამ Index Investigation-ის თანამშრომლებმა გაანალიზეს მთელი ეს მასალა, რაც ჰქონდათ, ფოტო მასალა, ვიდეო მასალა და ამ მასალების საფუძველზე მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნიკ უტი ვერ გადაიღებდა ამ კონკრეტულ კადრს. და კიდევ ერთხელ, კიდევ ერთი ძამძლავრი არგუმენტი არის ის, რომ კადრი არის გადაღებული პენტაქსის 50 მმ-იანი ფოტოაპარატით. შემდეგ ამ ფილმში, ამ გამოძიების ფარგლებში, ჰერი ნაიტი და კარლ რობინსონი ეძებენ იმ ადამიანს, რომელმაც სავარაუდოდ გადაიღო ეს ფოტო. ეძებენ და იპოვიან. ეს ადამიანი აღმოჩნდება ვიეტნამელი წარმოშობით, ვინმე გუენ თან ге. ადამიანი, რომელიც 72 წელს მუშაობდა ფოტოსტრინგერად, მძღოლად და რომელსაც შეხვდებიან, კარლ რობინსონიც შეხვდება, ჰერი ნაიტიც შეხვდება, რომელიც მოყვება თავის ისტორიას. მისი სიტყვებით, მთელი ამ წლების განმავლობაში იგი ძალიან განიცდიდა, რომ მისი ფოტო, ეს იმიჯი, ომის საშინელება, რომელიც გახდება ესეთი ცნობილი, ლეგენდარული, რომ ეს იმიჯი სხვა ავტორს მიაწერეს. მისი სიტყვებით იმ დღეს დაბრუნდა სახლში და 22 არის ერთი საინტერესო მომენტია, რომ AP-ში, გარდა იმისა, რომ გადაუხადეს ამ ფოტოში,
ფოტო ამობეჭდეს და მისცეს და სახლში როდესაც დაბრუნდა აჩვენა თავის მეუღლეს ეს ფოტო და უთხრა რომ აი ნახე როგორი ფოტო გადავიღეო. მაგრამ მეუღლე რომელიც ალბათ, რა ვიცი, ალბათ განიცდიდა ეშინოდა რომ ესეთი სახიფათო სამსახური აქვს თავის ქმარს, ეს ფოტო დახია. ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული მტკიცებულება ამ გამოძიებაში. მაგრამ ფოტო დახიეს, ფოტო გაქრა, აი ეს ამობეჭდილი ფოტო. მგუენ თხანგე ამბობდა რომ ყოველ ჯერზე როდესაც ტელევიზიით უყურებდა რეპორტაჟებს იმის შესახებ რომ ნიკუტმა მიიღო პულიცერის პრემია, შემდეგ მიიღო ველფრეს ფოტოს ჯილდო, როდესაც მან დაიწყო, რა ვიცი, მოგზაურობა, ამ ფოტოზე ბევრი საუბარი, სტატიები იბეჭდებოდა, რეპორტაჟები კეთდებოდა. ძალიან განიცდიდა ამას. კარლ რობინსონმაც სხვათა შორის ეს თქვა, რომ ნიკუტი რო გაჩერებულიყო, შემდეგ აი რომის პაპს რო შეხვდნენო, აი ეს ბოლო წვეთი იყო, ძალიან გადავწყვიტეო, რომ აღარ უნდა გავჩუმდეო რა. მოხუცებული გუენ თხანგე ტირის და ამბობს, რომ მაინც ძალიან მადლიერია, რომ სამართლიანობამ გაიმარჯვა. რომ ხალხმა მაინც გაიგო, ყოველ შემთხვევაში იმათმა, ვისაც ჯერა ამ ვერსიის, რომ ის არის ამ ფოტოს ნამდვილი ავტორი. ფილმში გირჩევთ რომ ნახოთ, არის ბევრი დეტალი, ზოგი მაინც რჩება იმ ვერსიის მხარდამჭერად, რომლის მიხედვით ფოტოს ავტორია ნიკუტი. ზოგი დაფიქრდა, ზოგისთვის ცხადი გახდა, რომ ავტორი სხვაა. ეს დღეს უკვე მოხუცებული ადამიანი. ძალიან ემოციური მომენტია, როდესაც ეს ადამიანი იგებს, რომ კარლ რობინსონმა მაინც გადაწყვიტა სიმართლის თქმა და ყველაზე ემოციურია ეს მომენტი, როდესაც ეს ორი ადამიანი ისინი ხვდებიან სავანტყოფოში, სადაც მოხუცებული გუენ თხანგე იმყოფებოდა მაშინ და კარლ რობინსონი შეხვდება და ბოდიშს მოუხდის აი ამ უსამართლობის გამო. აი ესეთი ისტორია აქვს ამ ფოტოს, ამ ლეგენდარულ ფოტოს. საინტერესო ისტორია მე ვიტყოდი. ფოტოგრაფია ზოგადად არის მომენტი, რომელიც უკვდავია. ფოტოგრაფია სიტყვებისგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება ეჭვის ქვეშ დააყენო, რომელიც შეიძლება გადაწერო, ფოტო რჩება ისტორიაში არა როგორც კომენტარი, არა როგორც ვიღაცის მოსაზრება, არამედ როგორც დროში დაჭერილი სიმართლე და როგორც ისტორიული მუდმივი დასტური იმისა, თუ რა მოხდა. სხვადასხვა მომენტებზე საუბრობთ. დღეს ჩვენ საუბრობდით ომის საშინელებაზე, მაგრამ ეს შეიძლება იყოს უბედურება, ბედნიერება, გამბედაობა ან ლაჩრობა. ფოტო ამას იჭერს, მაგრამ ხო ისევ და ისევ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვის უჭირავს ხელში ეს კამერა. თქვენთვის მომინდია დასკვნა, თუ ნახავთ ამ ფილმს, შეიძლება კიდევ უფრო დაფიქრდეთ, ვინ გადაიღო ნაპალმის გოგონა. მაგრამ ის, რაზეც ჩვენ საუბრობდით, არც სulis აი ამ ფოტოს, ამ იმიჯის ესე ძლავრ მეტყველებას. აი ეს ისტორიული მომენტი, რომელიც დარჩა ისტორიას, როგორც ვიეტნამის ომის საშინელება. ეს იყო ჩვენი მეორე ეპიზოდი, მე-6 სეზონის მეორე ეპიზოდი. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, მადლობა იმათ, ვინც მხარს გვიჭერს პატრეონის პლატფორმაზე, უღრმესი მადლობა თქვენ. დანარჩენებსაც მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ პატრეონზე, მხარი დაგვიჭიროთ. ან უბრალოდ გამოყვებით, მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები, თუ მოგწონთ, მოუყევით ჩვენი პროექტის შესახებ სხვებს. YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე, ყველგან გამოყვებით. დიდი მადლობა, თქვენ ხართ ჩვენი მთავარი მეგობრები და მხარდამჭერები.
გამოგვყევით. დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.